მე ვფიქრობ, რომ ვეტინგი ადრე თუ გვიან, ალბათ ვეტინგი ავხსნათ ხო, ეს არის მოსამართლეების კეთილსინდისიერების და პროფესიონალიზმის შეფასება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ესე ვთქვათ, კვალიფიციური ექსპერტების მიერ. მე ვფიქრობ, რომ ეს პროცესი ადრე თუ გვიან მაინც მოხდება. თუმცა ახლა ალბათ ამ თემის წამოწევას აქვს მნიშვნელობა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ევროკავშირმა გვითხრა, რომ პრაქტიკულად ერთ-ერთი ყველაზე ნელი პროგრესი რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით გვაქვს სასამართლო ანუ მართლმსაჯულების სისტემაში, ანუ ლიმიტირებულ პროგრესად შეაფასა ის რაღაცა გატარებული ცალკეული ცვლილებები, რაც ხელისუფლებამ სხვადასხვა ეპოქის ტალღაა. ხო, პრაქტიკულად გვითხრა, რომ არაფერი გაკეთებულა ამ მიმართულებით, ამით და ასევე ძალიან ცალსახად ვიცით არაერთი განცხადებიდან ევროკავშირის წარმომადგენლების, რომ მართლმსაჯულება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ევროინტეგრაციის გზაზე, რომ მართლმსაჯულების რაღაც ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოების ან ჰარმონიზაციის გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელი ევროინტეგრაცია, იმიტომ რომ დამოუკიდებელი სასამართლო ეს არის ევროკავშირის, ასე ვთქვათ, იდეის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი. ამიტომ გვჭირდება ჩვენ ეს. ამიტომ რომ ჩვენ სასამართლოს გარეშე უბრალოდ ვერ ვიქნებით სრულფასოვანი მოქალაქეები და ვერ გრძნობთ თავს დაცულად. ამ კონტექსტში ჩვენ ხედავთ, ვიდრე განაგრძობდეთ ამ კითხვაზე პასუხს, სხვადასხვა ტიპის ფორმულირებას ამ პროცესის საწინააღმდეგოდ არგუმენტებს ერთ-ერთი არის ჩარევა. თითქოს და სხვამარავინ უნდა შეაფასოს და თითქოს ეს აღქმულია საქართველოს სახელმწიფოს საქმეებში ჩარევად. და ჩარევად დასავლეთის მხრიდან კონტექსტი ასეთია სხვადასხვა ტიპის კომენტარების კეთების დროს, ხო? ამაზე რა შეიძლება ითქვას? ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება უცხო ქვეყნის და მხრიდან ჩარევად აღიქვამს გარკვეულ რეკომენდაციებს ან გარკვეულ, ასე ვთქვათ, მოთხოვნას საერთაშორისო, ვთქვათ, საზოგადოების დემოკრატიულის, რომ გარკვეული რეფორმები გატარდეს ქვეყანაში, ხომ? ძალიან ბევრჯერ გვინახავს მათ შორის იგივე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების დროს თუ ცალკეული საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან გარკვეული მოთხოვნის თუ რეკომენდაციის გაკეთების შემთხვევაში ეს აღიქმებოდა ხელისუფლების მხრიდან როგორც თითქოს ჩარევა ჩვენ რაღაცა სუვერენულ უფლებებში. სინამდვილეში ვეტინგის პროცედურა არაერთ ქვეყანაში ჩვენნაირი წარსულის და ასე ვთქვათ ისტორიის და განვითარების დონის, დემოკრატიული განვითარების დონის მქონე ქვეყანაში იქნა აპრობირებული ან მიმდინარეობს ეს პროცესი და იგი შეფასდა მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს მიერ და საერთაშორისო, ასე ვთქვათ, დემოკრატიული ინსტიტუტების მიერ, მათ შორის ევროკავშირის, ევროსაბჭოს მექანიზმების მიერ, როგორც დემოკრატიული და არ არის, ასე ვთქვათ, არ შეფასდა როგორც სამართლიანი სასამართლოს ან მართლმსაჯულების სისტემაში ჩარევის მექანიზმი. ანუ საკმაოდ, ასე ვთქვათ, პოზიტიური შეფასება აქვს ამ მექანიზმს და პირიქით არის წახალისებული და რეკომენდირებული. ყობახიძის ნათქვამი, რომ ეს კონსტიტუციის საწინააღმდეგო პროცესი იქნება, ამაზე გააქვთ პასუხი? იცით რა არის კიდევ ერთხელ ყობახიძის ბოლო არგუმენტი ყოველთვის ეს არის ხოლმე ყველა, ასე ვთქვათ, ყველა საკითხზე, რაც მისთვის არის მიუღებელი, იშველიებს ხოლმე ამ არგუმენტს, რომ არის არაკონსტიტუციური, თუმცა კიდევ ერთხელ არა კონსტიტუციური იქნება ადამიანის უფლებების სტანდარტის შემლახავი პრაქტიკა და ეს პრაქტიკა მათ შორის საერთაშორისო დონეზე, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რომლის გადაწყვეტილებებიც არის ჩვენთვის შესასრულებლად სავალდებულო, არ იქნა მიჩნეული როგორც ადამიანის უფლებების შემზღუდავ ამ სისტემაზე დგას ივანიშვილის ხელისუფლება გარკვეულწილად. აი, რის ფასად შესაძლოა დათმოს ქართულმა ოცნებამ სასამართლოს კლანი? ჩვენ რაც ვნახეთ იმ დაკვირვებით თუ ვიმსჯელებთ, ალბათ არაფრის გამო შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ხელისუფლების ძალაუფლება გარდა პარტიული ერთპიროვნული მმართველობისა და კონტროლისა დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე ასევე დგას მართლმსაჯულების სისტემის კონტროლზე. ანუ ეს არის ერთ-ერთი სვეტი, ძლიერი სვეტი, რაზეც დგას დღეს ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა საქართველოში. ამას რატომ ვამბობ? ჩვენ ვნახეთ დასანქცირებული
მოსამართლეები ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან აღარ არიან ჩვენს ეკრანზე. კორუფციის ბრალდებით და თან ეს არ არიან მოსამართლეები, რომლებიც თქვათ რაღაც ფართო საზოგადოებრივი ნდობით სარგებლობენ ან რომელთა რეპუტაცია მხოლოდ მაშინ შეილახა, როდესაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაასანქცირა ისინი, ხო? ანუ 10 წლეულებია შეიძლება ითქვას, რომ მათ მიმართ ჩამოყალიბებული არის საზოგადოებრივი აღქმები და მათი ასე ვთქვათ საქმიანობის შესახებ ძალიან რბილად რომ ვთქვათ არ არსებობს, ხო? ანუ მათი კეთილსინდისიერების და მათ შორის პროფესიონალიზმის მიმართ არსებობს ძალიან ბევრი შეკითხვა. და ვნახეთ თუ როგორ გადაეფარა ხელისუფლება მათ შორის მაშინდელი პრემიერ-მინისტრის სახითაც, როდესაც პრემიერი მივიდა სასამართლოში და პრაქტიკულად თქვა, რომ ჩვენ ასე ვთქვათ დავიცავთ ამ მოსამართლეებს და რეალურად მთლიანად ქართული მართლმსაჯულება ასე ვთქვათ რისკის ქვეშ დააყენა და მისი საერთაშორისო რეპუტაცია რისკის ქვეშ რეალურად ამითი მთელი ქართული მართლმსაჯულების რეპუტაცია იქნა საერთაშორისო დონეზე, ხო, შერყეული, იმიტომ რომ დღეს ჩვენ სისტემაში ყავს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დასანქცირებული მოქალაქეები. შესაბამისად, ჩვენი რეპუტაცია არსებითად არის შელახული და ეს ძალიან ბევრ ფაქტორზე გავლენას ახდენს. ანუ ნაცვლად იმისა, რომ ამ მოსამართლეების საქმიანობა, კეთილსინდისიერება, კორუფციაში ჩარევის კონკრეტული შემთხვევები შეესწავლათ, უბრალოდ ხელი დააფარეს მათ და დატოვეს სისტემაში და ახაც ანალოგიური პროცესია ჩვენ თვალწინ. როგორც სახელმწიფოს რეპუტაციას უდიდესი ზიანი მიაყენეს და სანამ ეს მოსამართლეები არიან სისტემაში, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო იმიჯი როგორც ქვეყნის, ჩვენი დემოკრატიის არის კეთილსინდისიერების შემოწმება ფაქტობრივად ნიშნავს მათ შემოწმებასაც, ვის კლანსაც ისინი წარმოადგენენ, ხომ? ამიტომ ეს საკითხი თქვენც ბრძანეთ, რომ შესაძლოა არაფრის ფასად ხელისუფლება მარდათ.